მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ვნახოთ ჩვენ, ანუ თქვენი პირადი ცხოვრება, რა გელოდება თქვენ პირად ცხოვრებაში. ერთის მანძილზე ავიღოთ, მე გავაკეთებ ეგეთ ცალკე გაშლას შეება ფინანსებზე და კარიერაზე, მომწერეთ იმ დრო პროგნოზი გავაკეთე. ერთი თვის, მაგრამ ეხლა მინდოდა ესე თქვა ცალ-ცალკე ყველა სფეროს განხილვა, რატო? დავიწყე პირადი ცხოვრებიდან თქვენ ახლა მე თუ გინდათ რომ კარიერაზეც და ფინანსებზეც გავაკეთო, დაწერეთ კომენტარებში, აუცილებლად ცალკე კიდე გავაკეთებ ასეთ მოკლე გაშლას თქვენთვის ახლა აქ. ეს არის არხი, სადაც მოკლე გაშლებს მივწერ და ანუ მთლიანი ნოემბრის პროგნოზი არის უკვე დადებული იმაზე რა ღმერთო ჩემო იმ არხზე სადაც არის გრძელი გაშლები. всё. ეხლა რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში ვნახოთ. ვისთვის იქნება პირად ცხოვრებაში? მოხდა რა ხდება? თქვენთან პირად ცხოვრებაში რაღაცა სიტუაცია არ არის ადვილი, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ ხართ ვიღაცა ადამიანზე ანუ აქ ნახეთ როგორი თემა შეიძლება თქვენ ვიღაცა ყავთ ესეთი ადამიანი თქვენს გულში ასე რომ ვთქვათ ვიზით თქვენ ფიქრობთ იმაზე მეც ვიდრე ანუ ფანტაზიებში ხართ რა აი ფიქრობთ რომ ადამიანი ისეთი ასეთი აი უფრო ხედავთ იმას რაც მასში არ არის მოდით ასე ვთქვათ რა რაც მასში არ არის და შეიძლება აი ნახეთ სუმახალი არკანები გველაპარაკება არის სიტუაცია ისეთი, რომ თითქოს რაღაცა დასრულდება და თითქოს გონებას მოიგებთ რა. ანუ ესე იგი ნახეთ რა ხდება აქ თითქოს თვითონ სამყარო გეტყვის თქვენ, აი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი სიტუაცია მოხდება თქვენ, ან ხდება უკვე თქვენთან, ხო? უნდა გრძნობდეთ თქვენ, რომ მე გავიგე რაღაცა ისეთი, აი თითქოს აი დამანახა ღმერთმა მე ისეთ ბოლოს და ბოლოს, რომ რა არის სინამდვილეში. და უკვე ეს ეხლა ილუზიები გაქვთ, ხო? რაღაც ან გქონდათ, ან იყავით ვიღაცა ადამიანზე, რომელიცაც არც განვითარება არ უნდა, არც გაზრდა, არაფერი არ უნდა, არ იღებს გაკვეთილებს საერთოდ არანაირს. და თქვენ აი თითქოს დაინახ მაღალი ძალები ჩაერთონ და თქვენ რომ ბოლოს და ბოლოს მივხვდე რა, რომ ეს ახლა ნამდვილად უკვე დრო არის რა, ან დაასრულო ეს სიტუაცია, დრო ტრანსფორმაციას არ იღებს ადამიანი. ვაძლევთ ჩვენ მაგას საშუალებას, მაქსიმალურად ჩვენ ვცდილობთ რომ დავანახოთ, მაგრამ არანაირად სიტუაციას ნუ ადამიანი არა შანსიც მივეცით, ყველაფერიც მივეცით, მაგრამ ნუ არ იღებს ადამიანი ტრანსფორმაციას. აი თქვენი არ იღებს. არანაირად რა, ჩვენ აი ნახეთ აი თითქოს იმაშობე რა ქვია როგორ არის ღმერთო ჩემო ამართლებენ თავს რა ანუ იმართლებენ თავს რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ აბსოლუტურად ჩვენ ვეცადეთ მაქსიმალურად მაგრამ არ იღებს ადამიანი ამ ტრანსფორმაციას არა შანსიც აგერ მივეცეთ მაქსიმალური მაგრამ ნუ არა ვერა ადამიანი ახლა ფიქრობს უფრო იმაზე აი თავის თავზე რაც არის მისთვის სასარგებლოდ, ანუ არ უსმენს სულს, არ უსმენს იმას რაღაც აი არ არის თითქოს რაღაცა მომწიფებული რა, არ იღებს იმ შანსებს, რასაც სამყარო აძლევს, რასაც ღმერთი აძლევს, თავის ბედნიერებაზე თვითონ ამბობს ეს ადამიანი, უარს, აი შანსი ქონდა, მაგრამ რაღაც ვერ იყენებს ადამიანი, ვერ უსმენს, თავის სულს არ უსმენს ადამიანი. გაიგეთ რა ხდება? არ ვიცი, შეიძლება თქვენზე არის ეს საუბარი, შეიძლება თქვენს პარტნიორზე საჯარო გაშლა, ამიტომ ასეთი ინფორმაცია არის და ამიტომ აქ მოდის რაღაცა წინსვლა, შეიძლება ვიღაცასთან მოდის ვაფშე სულ ახალი პარტნიორი, შეხედეთ, სულ ახალი ადამიანი შეიძლება სრულიად მოულოდნელად შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, რომ თქვენ არც ელოდებით, არც შეიძლება даже არც ფიქრობთ, მაგრამ ისეთი ადამიანი, რომელიც იქნება მართლა აი რა გითხრათ რა რომელიც დააფასებს რა, ასე რომ ვთქვათ, თქვენს თავს რა და თქვენს ცოდნას თუნდაც, იმიტომ რომ აქ არის ადამიანი, რომელიც ძალიან მართლა აი რომ გითხრათ,
ყველანაირად ლამაზი, ჭკვიანი, არის ადამიანი, რომელიც ახლა აი რა ვიცი მე, ახლა ბევრს მუშაობს თავის თავზე, ბევრს მუშაობს საერთოდ ახლა ადამიანი, რომელიც ახლა ყველაფერს თუ რამე შეიძლება, ცდილობს რომ თავის თავს ქმნის, მოდით ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, უსმენს მაღალ ძალებს, ანუ უნდა აინტერესებს თავისი ვთქვათ, ახლა წინსვლა, აინტერესებს თავისი ფინანსური მდგომარეობა ძალიან აინტერესებს, აი ძალიან მაგრად გამოიყურებით სხვათა შორის იმაზე უფრო ლამაზად და უფრო კარგად ვიდრე ვთქვათ, ახლა თქვენ გონიათ და პლუს კიდე აი უფრო ახალგაზრდავდებით ან გაახალგაზრდავდეთ უკვე რა. მაგრამ აქ არის როგორ იცით, აი ძალიან მაგარი ხალი ხართ რა, მოდით ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ნუ ხდება აქ რაღაც სიტუაციაში, რომ ვთქვათ, ახლა კი ყავდა თქვენ ვიღაც პარტნიორი, რომელიც ახლა ბავშვით ვერ გაიზარდა ეს ადამიანი და ეს სიყვარული, რომელიც მაგას მისცეს, ვერ გამოიყენა იმისათვის, რომ ვთქვათ, კონდეს ბედნიერება, აქაც გვითხრეს ჩვენ, ახალი ძამი, მე ჩვენ ყველაფერი ვეცადეთ, მაქსიმალურად ნუ არ იღებს ადამიანი რა. და ამიტომ ახლა როცა ადამიანი თავის ბედნიერებაზე უარს ამბობს, თქვენ რას ეზავთ? ანუ მე ყველაფერი თვითონ ვიცი, მე უფრო კარგად ვიცი, ნუ მასწავლეთ ჭკუას რა. ნუ არ იცვლება ადამიანი, დრო მიდის, მაგრამ არ არის აი აქ, ნუ არის მეუღებლობა არის ადამიანი, არა, ეძლევა ბევრი შანსი, მაგრამ ვერა. აი, так, მოდით ახლა აბა ვნახოთ აქ ჩვენ მოკლე გაშლებს ვაკეთებთ, ამიტომ ახლა ძალიან არ შევალ. კიდე ისედაც მე მგონი საკმაოდ დიდი სიგნიფიკაცია არის. ამიტომ მოდით ახლა მე გეტყვით თქვენ ახლა თქვენ რა გელოდებათ რა? ნოემბრის თვეში რა გელოდებათ? მოდით ახლა ვნახოთ. რა გელოდებათ თქვენ? ნუ აქ სიტუაცია გეუბნებით ტრანსფორმაციას გაივლით თქვენ, უეჭველი დამთავრდება ეს სიტუაცია ყველა ვარიანტში. დამთავრდება ეგ სიტუაცია და ნამდვილად, აი რაც ჩვენ გითხარით, რომ რაც ჩვენ გითხარით, ხო? აი ეს გულის ტკენა ყველაფერი დარჩება გვერდზე, ასე რომ ვთქვათ. ხო, გამოხვალთ ამ რთული პერიოდიდან, ნამდვილად თქვენ, რასაც თქვენ გულს გტკენს, რასაც თქვენ ფიქრობდით, ანუ ადამიანზე, რომელმაც მართლა არის სწავლი, რომ თქვენ მაქსიმალურად ცდილობდით ყველაფერს აკეთებდით იმისათვის, რომ თქვათ რაღაც ან დახმარება გაგიწიეთ, ან რამე რჩევა გეთქვა და ეხლა რა მოდის? პირად ცხოვრებაში. Так, ну კიდე მაგას გვეუბნებიან პირად ცხოვრებაში რა ხდება, რომ თქვენ ახლა პრინციპში აქ თითქოს რაღაცას დაასრულებთ. თქვენ აი მცდელობები გქონდათ, გაიგეთ, რაღაცა მასწავლებელს რო რთავდით თქვენ აი აქ. ხო, აი მასწავლებელს რო აი ეს არის როგორი პოზიცია, მე მინდა რომ ანუ მაქსიმალურად ადამიანს გავუიასო სიტუაციები, გავუხილო თვალები, ანუ ავანთო ეს ადამიანი, მაგრამ არ გამომივა, არ გამომდის, გაიგეთ, ანუ მაქსიმალურად ვეცადე, მაგრამ არ გამომდის. აი აქ ამ ცდილობას თქვენ დაანებებთ თავს რა. კიდე აქ არის, ნუ ისე მაგას მეუბნებიან, რომ თქვენ ახლა მართლა თქვენ ზალაში გადიხართ, თქვენ აი თითქოს აი აქ даже რა არის, იცი, აი ამოვისუნთქე რა, ამოვისუნთქე და კი, ამოვისუნთქე და დავიწყე ჩემი ცხოვრების გაგრძელება. ნუ ვნახოთ აბა კიდე ახლა ურთიერთობის თემაში რა მე ახალი შემოდის აქ პირად ცხოვრებაში. ნუ აქ კიდე მაჩვენებთ, თქვენ რაღაცა პერიოდი გექნებათ ეთყობა მაგთვის განმავლობაში, როცა თქვენმა უკვე უნდა გაუშვათ ის, რაზეც თქვენ უკვე ხო გითხარით, არ გაძლევს, არ განიჭებს ბედნიერებას რა. ანუ თითქოს გადაფასებას გააკეთებ და უნდა აი აქ მაქსიმალურად ამ სიტუაციას გაუშვებს და კი ბატონო და მე უკვე შედიხართ აი ძალიან კარგ ენერგიებში, ძალიან კარგად აიგდობს თავს, მშვენივრად იქნებით და ანუ იმიტომ რომ ეს ყველაფერი აი თვითონ ჩემს თავს შევიყვარებ, ჩემს თავს ვირჩევ მე, ჩემს ბედნიერებას ვირჩევ მე, გაიგეთ და უკვე ვარ მზად, აი როგორ ხართ, იცით რომ პრინციპში ახლა უკვე თითქოს ნუ თუ შემოვა ჩემ ცხოვრებაში და აუშვოთ ახლა ახალი სიტუაცია, რატომაც არა, ნუ თითქოს მოლოდინში იქნებით და ანუ მზად ვიქნები იმისთვის, რომ კი ბატონო, რომ შემოუშვო ჩემ ცხოვრებაში ბედნიერება. კი ბატონო რა, იმიტომ რომ თქვენ აი ნამდვილად ახლა ბევრ რაღაცას უკვე გაიგებთ, ისწავლით და გაიზრდებით, ასე ვთქვათ, თქვენს თავსაც მოიპოვებთ.
შეიძლება უფრო მუშაობაშიც გადახვალთ, მაგრამ აგერ არის თქვენი იმპერატორიც, რომელიც ახლა ზის და თქვენზე ფიქრობთ, შეიძლება სადღაც გაიცნობთ ადამიანს, რომელთანაც დაიწყება თქვენი ახალი ურთიერთობა. შეიძლება სადმე მეგობრებთან, შეიძლება უკვე იცნობთ კიდევაც მაგას თქვენი მეგობრების, თქვათ, არის, აი აქ ვიღაცასთან შეიძლება მოვიდეს, თქვათ, ვიღაცა ბავშვობის მეგობარიც შეიძლება იყოს, მაგრამ ყველა ვარიანტში აი აქ даже შეიძლება ადამიანი თქვენ გითვალთვალებს არ გამორიცხავ და გააკეთებს რამე თქვენსკენ ნაბიჯს რა და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენთვის, იმიტომ რომ აქ კი არ აკეთებდა აქამდე ეს ადამიანის და მაგრამ აი ეს გამოგიყვანთ, თითქოს გამოგიყვანს თქვენ ეს ადამიანი იმ ფიქრებიდან, იმ რთული სიტუაციის, იმ სტაგნაციიდან, იმ გულის ტკენიდან რა, ანუ ნამდვილად აი თითქოს თვითონ აი ანსაგვარიო თქვენი ბედი, გიგზავნიან რა ახალი ძალები, მართლა დიდ სიყვარულს და ან ახალი სიყვარულს მოდით ასე რომ ვთქვათ და ნამდვილად ეს თქვენი აი ეს ფიქრები იმ ადამიანზე, რომელიც თქვენ გულს გტკენდათ, აქ დამთავრდება. აქ ძალიან კარგი სიტუაცია ჩანს მე მომწონს, იმიტომ რომ თქვენ ახლა აქ რაზეც ნერვიულობდით. აი გოგოებო, ჩემო სიხარულებო, აი პატარა პროცენტს მოგცემთ იმათ, ვისაც თქვათ ახლა შეიძლება დაუშვოთ მოხდა სიტუაცია, აი ეს რაც მოგიყევით, ეს ძალიან პატარა პროცენტს მოგცემთ იმისი, რომ შეიძლება ეს ადამიანი, რომელიც იყო, თქვათ, თქვენ რომელიც აი ასე მოიქცა, როგორც მოიქცა, ხო? შეიძლება ამ ადამიანთან გქონდეთ რაღაცა ბედნიერებაში, ხო, შეიძლება კიდეს სცადოთ დაუშვათ, ხო, ის ადამიანი, ვინც წავიდა. და შეიძლება მასთან კიდე გააგრძელოთ მომავალი. არის აქ ვიღაცისთვის ესეც რა. კი, არის დიდი ალბათობა, რომ ვიღაცა თქვათ ეს თქვენი ბიჭის დაბრუნდეს. ნახოთ, ახლა თქვენ ახლა მიიღებთ თუ არ მიიღებთ, ეს უკვე თქვენ თვითონ გადაწყვეტ. შეიძლება, კი ბატონო, შეიძლება დაფიქრდება, მიხვდება, რომ ისევ რაღაცა სისულელი ჩაიდინა და თვითონ მე დიდი პაუზის მერე მოგწერთ თქვენ და უკვე თქვენზე იქნება დამოკიდებული, თქვენ კიდე მაგას აიღებთ თუ არა ამ სიტუაციას, რა თუ დაუშვოთ დაფიქრდებით და უკვე დაასრულებთ რა და წახვალთ ახალში. იმიტომ რომ დიდი ცვლილება ყველა ვარიანტში აქ მოხდება, სანამ იქნება ეს პაუზა, ბევრი დრო მოგეცემათ იმისთვის, რომ დაფიქრდეთ, მე ვაფშე მჭირდება ეს სიტუაცია თუ აღარ მჭირდება რა. მე უკვე კი გულის მტკენზე, კი ძალიან ჩემი გულის თქვათ სულით კი ბატონო, მაგრამ არ ვიცი კიდე რამდენი შანსი უნდა მივცე ამ ადამიანს, იმიტომ რომ თქვენ უკვე აქტობა აძლევდით ამას შანსს, მაგრამ ისე ადამიანმა ვერ გამოიყენა ეს შანსი. ამიტომ თქვენი იქნება, აი აქ თქვენ როგორც თქვენ თვითონ როგორც თქვენი არჩევანი იქნება ყველა ვარიანტში რა, რაც არ უნდა იყოს, თქვენ თვითონ აქ რასაც იზავთ, აი ისე იქნება. ანუ სიტუაცია ისეთი, ზოგისთვის ახლა თქვათ ახალიც შემოდის პარტნიორი და ზოგისთვის შეიძლება და ორივე შეიძლება არჩევანის წინას დაგაყენოს თქვენ ბედმა. აი ეს დასწრა ძალიან მომწონს, ახლა იმ დღეს დავდე და დამავიწყდა შეტრიალება და იყო უკუღმა, ახლა დღეს მაქსიმალურად ვეცდები ისე დავდე, რომ თქვენ ნორმალურად ნახოთ ეს თვითონ არკანებით ძალიან მომეწონა. ლამაზი დასწრა, ახლა არ მკითხოთ რა ქვია, იმიტომ რომ რაღაცა წერია, უბრალოდ მომეწონა და შევუკვირდი და არ ვნანობ, იმიტომ რომ აი მეუსმენ ჩემ ინტუიციას, როცა ვირჩევ რამე დასწრებს. всё, ჩემო ლამაზებო, მე გისურვებ თქვენ ძალიან კარგს ყველაფერს და თუ გინდათ რომ ჩვენ გავაკეთოთ კიდე გიმეორებთ იმას, რა ქვია, კარიერაზე და ფინანსებზე გავაკეთებ აუცილებლად.